მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ თქვენი პირადი ცხოვრება და ჩვენ ავიღოთ აი ეს სამი თვე, ან ვინც ახლა უყურებს აი ზაფხულის პერიოდი. ძალიან ბევრი მოდის ახლა ეგეთი კითხვები, რა მელოდება, ზოგს ახლა პარტნიორთან დაუშვათ რაღაცა ხარვეზები, ან შეიძლება საერთოდ უნდა რომ თავის პირადი ცხოვრება შეიცვალოს. ვნახოთ ჩვენ დღეს რას გვეტყვიან. ანუ ვიღებთ ჩვენ მაქსიმალურად 3 თვეს და ვნახოთ რა ცვლილებები გელოდება თქვენ. პირველ რიგში ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენ სივრცეში და მერე უკვე რა თქმა უნდა გითხოთ ტაროს, ანუ რა გელოდება თქვენ პირად ცხოვრებაში. ან მაგ პერიოდში რა ცვლილებები, მოდით ასე ვკითხოთ, რა ცვლილებები გელოდებათ. მაგრამ ეხლა რა ხდება ეხლა? ვისთვის არის ეს გაშლა, ვნახოთ. მზის არკანი, ნახეთ როგორ კაი ენერგიაში ხართ. ანუ ეგრევე შემიძლია გითხრათ, ჩემო სიხარულებო. ესე იგი ნახეთ, აქ არის როგორი მომენტი. თუ ეხლა თქვენ გრძნობთ თავს, რომ ძალიან ცუდად ხართ, იცოდეთ, რომ ეს თქვენი გაშლა არ იქნება. იმიტომ რომ ეხლა აქ ნახეთ რა ხდება. აქ ადამიანს აქ ძალიან დიდი სიხარული, ადამიანი ანათებს, ადამიანი ჩანს, ადამიანს აი გულში რო იტყვიან მზე უმღერის, რატომ? იმიტომ რომ აი აქ ადამიანმა იპოვა რაღაცა, რაც იყო დამალული. ნახეთ? შეიძლება აქ რამდენიმე ვერსია იყოს, ნუ აქ პრინციპში მოდის განდაგილი ყოველთვის არის რაღაცა ჩვენი სიბრძნე. აიგეთ რა ხდება? ანუ ეს არ არის მხოლოდ ახლა აქ რომ გითხრათ, აი ნახეთ даже როგორი მომენტი არის. შეიძლება თქვენ გრძნობდით თავს, რომ ხართ მარტო. შეიძლება. აი თქვათ რაღაცა პერიოდი, სადაც წავიდე, რა გავაკეთო, რა ვქნა, აი ეგეთი კითხვები შეიძლება გებადებოდეთ, გქონდათ თქვენ გულში, ხო? და აი აქ რაღაცა გამოსავალი უკვე იპოვეთ, იმიტომ რომ თქვენს გულში აინთო მზე. ანუ ის იმას ნიშნავს, რომ მე ვიპოვე რაღაცა, შეიძლება რაღაც საკრალური ინფორმაცია, ანუ დავიწყე სიტყვაზე რაღაცა საკრალური ცოდნის სწავლა, ხო? ანუ თქვათ ახლა მოვიპოვე ჩემი დანიშნულება, ხო? დაუშვათ აი მე რაც მინდოდა, მე გავიგე ისეთი რამე, რაც შეიძლება იყო დამალული დაუშვათ, ან დაფარული თუნდაც, ხო? ანუ ეგეთი რაღაცა არის. კიდე ვნახოთ, მე ახლა მინდა დედოფალი ვიპოვო მაინც, იმიტომ რომ უფრო გოგოები უყურებენ. ბიჭებო, თქვენზე აიღათ. აქ კიდე ნახეთ როგორი მომენტი, კიდე რა ენერგია არის, იმიტომ რომ თანდათან ესე ვიტყვი, იმიტომ რომ აქ არ არის ერთი ადამიანის გაშლა, ამიტომ ყველა უნდა დაიჭიროს თავისი სიტუაცია, ხო? შეიძლება რეზონირდეს მთლიანობაშიც. ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ თქვენ კიდე გქონდათ რაღაცა შეიძლება მომენტი, რომ ეძებდით რამეს ისეთ ან საქმეს, ან დაუშვათ შემოსავალს, რომელიც თქვენთვის იქნებოდა სასიამოვნო და იპოვეთ ეს შანსი. ანუ როგორ არის, იცით, აი აქ როგორი ენერგია მომდის, იცით, ადამიანის, რომელიც სულ არის თავის ძიებაში. ანუ იმაზე კიდე რა შემიძლია კიდე გავაკეთო მე ჩემი ცხოვრებისთვის, რომ ის გავაუმჯობო. აქ არ არის ადამიანი, რომელიც აი არ აინტერესებს არაფერი სიტყვაზე, ურთიერთობის გარდა, რომ აი კაცი მყავდეს მარტო და მორჩა. არა. აქ არის აი აქ даже როგორ არის, იცით, რომ ადამიანმა ისეც მოიპოვა თავის გულში პასუხი იმისთვის, რომ მე თუ მინდა ვიყო ბედნიერი, პირველ რიგში მე თვითონ უნდა ვიყო ბედნიერი. გაიგეთ? ანუ საერთოდ ბედნიერება იმაში კი არ დევს, რომ დაუშვათ ვინმე მყავდეს, ვთქვათ, პარტნიორი მყავდეს, ანუ მზრუნველი ან რაღაცა, ხო? ანუ ეს არის ზუსტად, ნახეთ, სული როცა მოდის, სულს აქ თავისი ამოცანები და ეს ამოცანები მაგას ყველა ამოცანა არის მიმართული მასზე, ხო? ანუ თვითონ ადამიანი, ხო, რომ მოვიდა, უნდა ფიქრობდეს იმაზე, რა შეიძლება კიდე გავაკეთო მე იმისთვის, რომ მე ვიყო კარგი.
მაგრამ ეს კარგი არ ნიშნავს, აი ეს ცოტა სხვანაირი, ანუ ყველასთვის კარგი ხო ვერ იქნება შენთვის. შენ რო გახდეს შენი ანუ უფრო გაუმჯობესებული ვერსია შენი თავის. ანუ სულის ამოცანა დედამიწაზე ეს არის, ისწავლოს სიყვარული, ისწავლოს მიმღებლობა. გაიგეთ, ანუ მოიპოვოს, აი კარგი თვისებები დაამუშაოს, უფრო მეტი გამოცდილება მიიღოს აი მაგ თემებში რა. და როცა ამისათვის ახლა რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება დახმარება. შემოდის სიტუაციები, შემოდის ადამიანები შემოდიან ხო ჩვენ ცხოვრებაში. ანუ რაღაცები ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ჩვენ ანუ ჩვენი თავი გავანვითაროთ. სული მოვიდა ამისათვის. გაიგეთ რა ხდება და ამას ახლა რაც უფრო მეტხანს ჩვენ ვეწინააღმდეგებით, რაც უფრო მეტხანს ჩვენ აი დაუშვათ ვცხოვრობთ მხოლოდ მატერიალური ცხოვრებით რა, ანუ რა ვიყიდო, ფული მინდა იმისთვის, რომ მე აი დავუშვათ, ну მარტო აი ეს მატერიალური თემები. ეს გადასარევია მაგაზე, როცა ფიქრობ რაზე ელაპარაკე, მაგრამ აი არის კიდე აი სულიერი და მატერიალური, როცა არის გაერთიანებული ადამიანში, როცა ადამიანი ვითარდება როგორც სულიერად, ის მატერიალურიც მოდის. ანუ ეს მატერიალური მოდის სამყაროდან როგორც ჯილდო, ასე რომ ვთქვათ რა. იმიტომ რომ შენ ანუ ესე იგი რაღაც აი დააკვირდეთ სამყარო როგორ სასწაულად მუშაობს. აი ხა რატომ ხოცრა მომივიდა, იცით, აი ცირკში ხო არის დაუშვათ დათვი. ხო, რა მხოლოდ ის არის დიდი არსება და ანუ რაღაცას გააკეთებს, ხო? და რას აძლევენ მაგას? კამფეტს, ხო? ძაღს როცა თქვათ ახლა ავარჯიშებენ, ხო? იმასაც რაღაცას რო გააკეთ, ანუ რამეს რო მიაღწევს, თუნდაც აი თათის გამარჯობა, თათს გაძლევს, ხო? აძლევენ რაღაცა, ну, აი გემრიელობებს, ხო? აი ეს ნახეთ даже აი ამებში, აი წვრილმან რაღაცებშიც რო დააკვირდეთ, რომ სამყარო, ანუ ადამიანი, ჩვენ ყოველთვის როცა რაღაცას ვსწავლობთ, როცა ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, ანუ სწორს, ანუ რაც ჩვენმა სულმა დაიგეგმა, ჩვენ სამყარო გვაძლევს მაგაზე ჯილდოებს რა. ანუ ეს ყველაფერი აბსოლუტურად გინდა ურთიერთობაში, გინდა რა ვიცი, მატერიალურში, აი ყველაფერი აქედან მოდის რა. უბრალოდ დააკვირდეთ წვრილმანებს, იმ წვრილმანებში დევს რაღაც აი დიდი და მნიშვნელოვანი რა. აბსოლუტურად. აი აქ ახლა შემიძლია თქვა, რომ ადამიანს ქონდა ეს მომენტი, რომ ნამდვილად შეიძლება დაუშვათ იყო რაღაც პერიოდი, რომ ცდილობთ, რომ რაღაცას აკეთებთ, რაღაცას იძიებთ თქვენ კიდე ინფორმაციას, სწავლობთ ამავდროულად იმას, როგორ კიდე მე ვიყო სრულყოფილი, იმიტომ რომ ცხრიანი პენტაკლები ზუსტად ესაც არის განდეგელის ენერგია. ანუ უკვე გვაჩვენებს იმას, რომ მე მინდა სრულყოფილად ვიყო ბედნიერი. გინდა სულიერად, გინდა მიწიერად. იხდეთ? და ამისთვის ადამიანი სწავლობს. გეუბნებით, თუ ეს არ არის თქვენი მომენტი, ნუ მაპატიეთ, ესე იგი არ არის. აქ ნახეთ, გადაიტანეთ ძალიან როგორი რთული პერიოდები ქონდა ცხოვრებაში, ბევრჯერ, როცა აი პენტაკლები მოდის, ხო ხედავთ რა, ესე იგი, რომ რაღაც მე ვცდილობდი, მე აი აქ მეხუთე ენერგიაში, საერთოდ ამ პენტაკლების მეხუთე ენერგია აქ ყოფნა არის რთული და ეხლა ხართ როგორ მომენტში, იცით? მე ბევრჯერ ამიხსნია, მე აი მე-11 არკანი რა. ეს არის როგორი ენერგია, იცით, როცა ადამიანი გამოდის, ანუ უკვე როგორ არის, იცით, მე ყველაფერი, რაც კი მე ადამიანს შემეძლო, დავდე ჩემი თქვათ ახლა გონება, ჩემი ძალა, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ გამოვსულ ვიყავი რთული პერიოდიდან. ანუ როცა მაგალითად ადამიანი უბრალოდ ზის და ტირის, მე ფული არ მაქვს, ურთიერთობა არ ლაგდება, ანუ პარტნიორები სულ რაღაცა ერთი და იგივე საზიზღრობაში მოდის, აი უარყოფითად, ხო? იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს რა, რომ ესე იგი, ну, რატომღაც ფიქრობს, რომ უნდა იყოს ყველაფერი აი მისთვის მზამზარეული.
კი უნდა იყოს, მაგრამ შენ ხო უნდა გქონდეს განწყობა ისეთი პოზიტიური, რომ ეს მიიღო. შენ თუ ხარ განწყობილი უარყოფითად, მაშინ არაფერი შემოვა შენთან კარგი. შენ თუ ყოველდღე იძახი იმას, რომ ცუდია, მინდია არის დილით რომ გაიღვიძე, ცუდი სახელმწიფო, ცუდი ხალხი, ცუდი ხელმძღვანელი, ცუდი თანამშრომელი, ანუ ესე იგი, ამით შენ კიდე უფრო და უფრო უმატებ უარყოფით რამეებს, ხო, შენ ცხოვრებაში. შენ როცა სხვანაირად ხედავ და შენ თვითონ რომ ხვდები, რომ მე ვაგებ პასუხს ჩემ ცხოვრებაზე, ხო, ყველაფერი იცვლება. მაგრამ აი ადამიანის დონეზე, აი აქ ყველაფერი რაც კი შეიძლება გააკეთა იმისთვის, რომ გამოსულიყო ამ პროცესიდან. ანუ შეიძლება შეცვალა სიტყვები დაუშვა, დაიწყო სხვანაირად აზროვნება, ხო? ანუ ის რომ არაფერი არ შემიძლია რა ვქნა, სხვანაირად ფიქრობს, ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი ჩემთვის არის, ეს სამყარო ჩემთვის არის, ხო? ანუ აი აფირმაციები დაიწყო, მედიტაციები დაიწყო, გააკეთა და მე-11 ენერგია ეს არის, როცა ნახეთ, აი ჩვენ ყოველთვის გამოცდას გვიტარებენ. ანუ შენ ნამდვილად უკვე მასე ხარ, შენ ნამდვილად უკვე თქვათ ახლა ჭკუაზე ხარ და უკვე მზად ხარ ნამდვილად, შენ რო ჩვენ გადაგიყვანოთ დაუშვათ სხვა ეტაპზე შენი ცხოვრების, აი თუ ადამიანი ამას ამბობს, რომ კი და მაინც არ ნებდება, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ბოლო მომენტში, აი როცა უკვე შენ მაღალმაძალებმა უნდა გადაგიყვანონ სხვა ეტაპზე, ადამიანი ნებდება, გაიგეთ, ეძახას რა ვქნა, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არაფერი გამოდის. აი ეს არის ძალიან დამღუპველი თემა. როცა შენ კარგავ შენს რწმენას იმაში, რომ შენ შეძლებ ყველაფერს. მაგრამ აი აქ ახლა მაჩვენებენ, რომ ადამიანი ნამდვილად არის აი ესეთ ენერგიაში, რომ даже ნახეთ როგორი სიტუაციას მაჩვენებენ. აქ შეიძლება ვინმესთვის იყოს როგორი თემა, ძალიან მტკივნეულად გადაიტანეთ თქვენ რაღაცა ურთიერთობა, მაგრამ აი როგორ ხართ, იცით, ნახეთ ურთიერთობაზე გადამიყვანეს ეგრევე, რომ შეიძლება თქვენ მივხვდით, რომ აი არ გინდოდა თქვათ ადამიანის გაშვება, ხო? მაგრამ როცა მივხვდით, რომ всё დასრულდა უკვე აქ ამ ურთიერთობიდან, მე ვეღარაფერს ვეღარ ვიღებ რა. ну, ვიღებ, მე არ ვიძახე ახლა მატერიალურს, ეს კარგად იცოდეთ, რომ ურთიერთობიდან ჩვენ ვიღებთ ყველაზე ძვირფასი არის ეს ღირებულებები, ეს გაკვეთილები, ანუ ეს ენერგიას, რომ აი ერთმანეთს რომ ვუზიარებთ, მაგრამ არსებობს ის მომენტი, როცა დაუშვათ, ანუ მორჩა რა, აი დაუშვათ, მიდიხარ მაღაზიაში და გინდა იყიდო ტკბილეული, ხო, გაქვს რაღაცნაირ ნამცხვარი, შენ უკვე ყველა ნამცხვარი იყიდე, რომ აქედან უკვე ყველა გასინჯე და всё, აღარ აქვს ასორტიმენტს მეტი ამ მაღაზიას, ხო? ან უნდა გადახვიდე სხვა საკონდიტროში, ხო? ან რა ვიცი მე, ჭამო რაც არის, ხო? მაგრამ აი ესე არის ურთიერთობაში, აი ამოიწურა, ზოგჯერ არის მომენტი, რომ ამოიწურა სიტუაცია, მაგრამ კიდე არის აი ეს როცა მიჯაჭვული ხარ ადამიანზე, ჯერ ახლა ის მიგაჯაჭვეს რისთვის, რომ ეს გაკვეთილები გაგევლო, ხო? აი ეს მომენტი, როცა შენ დაუშვათ ხარ ისეთ ენერგიაში, რომ ჯერ კიდე ადამიანს ვერ ტოვებ, აი თქვათ გულით ვერ ტოვებ კიდე, ხო? კი გრძნობ, რომ მორჩა რაღაცა უკვე, ანუ ეს როგორი მომენტი, იცით? აი უკვე გრძნობ, რომ ამ ადამიანის გვერდზე არაფერიც არ მაღელვებს, აღარაფერი უკვე აი არ მაინტერესებს, რა ვიცი, როგორ თქვა, ხო? მაგრამ უკვე მივეჩვიე რა, რომ არის ეს ადამიანი და მაგრამ თუ დაუშვათ კიდე ადამიანი არის ესეთი, რომელიც თქვათ ახლა ქვებს არ სვრის, მაშინ არაუშავს კიდე შეიძლება თქვათ დაუშვ, მაგრამ თუ იცის შენ რომ აქ ტოქსიკური არის და რაღაცა და ვერ მიდიხარ, ეს უკვე სხვა თემა. მაგრამ აი აქ მაჩვენებენ, რომ შეცვალეთ თქვენ ეს მიდგომა. აქ ვიღაცასთან, ნახეთ როგორი სიტუაცია მიდის, ნახეთ, ეხლა გეტყვით თუ სწორად, კი, სწორი ინფორმაცია მოდის. აქ უკვე თქვენ, ნახეთ, შეცვალეთ მიდგომა და უკვე ანუ ზოგი მიენდო მაღალი ძალებს, რაც იქნება და აქ ნამდვილად უკვე ჩაერევენ მაღალი ძალები.
და ზოგმა შეცვალა მიდგომა თავის პარტნიორის სადმე და შემიძლია ვთქვა, რომ ანუ აწონ-დაწონა რა. ბავშვი მიიღირს ეს ნერვიულობა, მიიღირს საერთოდ აი ეს რაღაცა ნერვების შლა, საერთოდ ამ სიტუაციის გულისთვის. აი რაღაც სხვანაირად შეხედეთ სიტუაციას, სხვანაირად შეხედეთ თქვენ აქ სიტუაციას. კი, აქ თითქოს ნახეთ ცოტა გამოვიდა დედოფალი. აქ ნახეთ პენტაკლების დედოფალი, ანუ მე დავამყარე სამყაროსთანაც მეგობრობა, მოდით ასე ვთქვათ. აქ ნახეთ, საერთოდ პენტაკლების დედოფალი არის უფრო მიწიერი, ანუ რომელიც უფრო მატერიალისტი არის რა. მაგრამ აი აქ ეს პენტაკლების დედოფალი შედის უკვე სამყაროსთანაც მეგობრობაში, მოდით ასე რომ ვთქვათ, კავშირში რა. იმიტომ რომ უკვე დაიწყო ეს ადამიანი ცხოვრება, ანუ სამყაროსთან მეგობრობაში, როგორ, ანუ თუნდაც მედიტაციებს აკეთებს, ხო, თუნდაც ახლა დაუშვათ, ნუ ეკითხა რაღაც კანონები გაიგო, თქვათ, იმის სამყაროს კანონები, იმიტომ რომ ადრე შეიძლება არ იღებდა, მაგრამ ეხლა მიხვდა, რომ მე თუ კარგად მინდა ვიყო, მე უნდა ეს სამყაროს კანონებიც ვიცოდდა, არა მხოლოდ თქვათ ვიცხოვრო აი მიწიერი თქვათ რაღაც მომენტებით, ხო მიხვდეთ რა, რაზეც ვლაპარაკობ რა, იმიტომ რომ თითქოს ადამიანი არის როგორ იცით, აი მასშტაბურად წავიდა მისი განვითარება, რაც დაიწყო სამყაროსთან ურთიერთობა, მით უფრო დაიწყო მისი რაღაცა გახსნა, მიხვდეთ? და აქ კი ბატონო, ხა ნუ სხვათა შორის ვიღაცისთვის არის მოდის მომენტი, როგორი იცით, აი როცა თქვენ არ ვიცი ვის, ნუ დაიჭირეთ თქვენი, როცა თქვენ შეცვალეთ მიდგომა თქვენს მამაკაცის სადმე, აი ეს დაკავშირება ეგეთი მოდის, ხო? ანუ შეცვალეთ, ან დაუშვით, ან მიეცეთ თქვენს თავს უფლება, რომ დაუშვით, მე შემოუშვებ ახალ ადამიანს. აი აქ მოხდა ძალიან მაგარი რაღაცა, დაბალანსდა სიტუაცია და ანუ თუ დაუშვათ, ნახეთ, იყო როგორი მომენტი, შეიძლება თქვენ გინდოდეთ ვიღაცა საბუთი, ეხლა დაიჭირეთ ვისი, არ ვიცი, თუ გინდათ მერე დაწერეთ კომენტარებში. თქვენ გჭირდებოდათ საბუთი, მაგრამ თქვენ ვერ მიდიოდით, თქვათ, ვერ აკეთებთ ამ საბუთს, საზღვარგარეთ ეხებოდა ეგ, ან დაუშვათ ხელშეკრულება უცხოელებთან, ნუ რაღაცა ეგეთი რა. და ან მასშტაბირობა გინდოდათ თქვენი ბიზნესის რაღაცით. მაგრამ ნახეთ რა ხდება, აი თუ წასვლა გინდოდათ, შეიძლება საბუთებიც არ კეთდებოდა, იმიტომ რომ თქვენ გულიდან ვერ უშვებდით ამ თქვენს პარტნიორს. და ამიტომ არ ხდებოდა. ეხლა თქვენ გაუშვით თუ არა, საბუთები გაკეთდება და მიდიხარ საზღვარგარეთ. ეს პირველი და კიდე მომდიოდა ეხლა რა. თქვენ ვერ უშვებოდით, ესე იგი, ანუ დამოკიდებულება ფინანსებთან დაკავშირებით რაღაცას ვერ ალაგებდით და ეხლა შეცვალეთ მიდგომა, შეიძლება ინფორმაცია მიიღეთ ვიღაცისგან და აი ამ ინფორმაციით დაბალანსდა ეს სიტუაცია და მიხვდეთ თქვენ, რომ ანუ არ უნდა ვინერვიულო, უბრალოდ უნდა ვისწავლო სწორი მართვა თანხების. აი, არ ვიცი, დაიჭირეთ ვისი ინფორმაცია. ცოტა რთული სიგნიფიკაცია გამოვიდა, მაგრამ ნუ არა უშავს ახლა. ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ არ იყოს სულთად ესეთი. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რა შემოდის, რა ცვლილებები ჩქარობს თქვენ ცხოვრებაში, აი ესეთი, რომ თქვენ ნამდვილად აი პირად ცხოვრებას ვიღებთ. ჩვენ პირად ცხოვრებას ეხება ყველაფერი აბსოლუტურად. ახლა ფინანსებიც არის, კარიერა, ყველაფერი არის თქვენი. აქ მარტო თქვათ ახლა პირად ურთიერთობაზე, არა, თქვენ პირად ცხოვრებაში. პირადად რაც თქვენ გეხებათ, თქვათ ახლა, ნუ ეს იმას რაც თქვენთვის არის, აი ეს ნახოთ ჩვენ. აი ეს დასტა იყო სადღაც დამალული, დღეს გამოჩნდა. აი ლენორმანევის დასტა არის და ერთი წელი მგონი არ გამომიყენებია, დღეს ნახოთ რას გვეტყვის. მოდით ავიღოთ ჩვენ სამი სიტუაცია და იმას რა ქვია, დასტა რომელიც მქონდა მომზადებული, იმას გამოვიყენებთ. იცით რა არის? აი აქ უკვე დაჟე მაჩვენებენ, რომ ქალი მიდის სიუხვისკენ მიდის, თან ძალიან იმენა მდიდრული ცხოვრება გელოდება. რაღაცა ხდება, ანუ
ცვლილები, ნახეთ, რაც იყო თქვენთვის დაბრკოლება, თქვენ შეიძლება მიიღოთ ისეთი ცოდნა თქვენი საგვარეულოდან, კარმული, რომელმაც თქვენ გაგიხსნათ გზა. შეტყობინებას მიიღეთ, რომ აი ცუდი რამე, რაც იყო თქვა, შეიძლება რაღაც გასაღებს იპოვეთ თქვენ, რომელიც თან ჩქარა ძალიან გასაღებს იპოვეთ თქვენ რაღაცა სიუხვეს, რომელიც თქვენ გაგიხსნის ახალ გზას. კი, და მაგაზეც რაღაც შეტყობინებას მიიღებთ თქვენ. აი დაუშვათ კლიენტების შემოსვლა, გაიხსნება თუ დახურული იყო და რაღაცა სტაბილურობა, უკაცრავად გაცივებული ვარ. საბუთი თუ საზღვარგარეთ გინდა სადმე წასვლა რა. აქ ქალმა ისეთ რა არის, რაღაცა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ამიტომ დასრულდა რაღაცა პერიოდი, რომელიც იყო მისთვის აი რაღაც ცუდი. ეს რა ხდება? მეთქი ისინი ვინ არიან? თქვენ დაწყნარდეთ ახლა ჩვენ მოიცოდებ ნახოთ პირველი. სასიხარულო, გლევერ. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ეს არის რაღაცა ახალი, ეს არის რაღაცა მშვენიერი. ეს არის ყველაფერი თუ რამე კარგი, სუფთა, წმინდა, ყველაფერი კარგი შემოდის თქვენ ცხოვრებაში. აი მოდით ვნახოთ ახლა კიდე უფრო მითხარი დამიზუსტეთ. და რა ესე იგი ნახეთ რა ხდება, კი. ესე იგი თქვენ აქ მეუბნებიან თქვენი სირთულები, თქვენი პრობლემები, რომელიც აი აქაც ხუთიანი დამთავრდა თქვენი რაღაცა აი თქვათ ფინანსებთან დაკავშირებით სიტუაცია. ავადმყოფობა კიდე ვოთ. თუ დაუშვათ თქვენ დიდი ხანი ვერ გამოდიოდეთ იმიდან, რა ქვია, ავათიყავით, რაღაცა გაწუხებდეთ, ხო? გამოდიხართ, ძალიან მაგათ, კარგი ექიმი შეხვდებათ, სხვათა შორის, რომელიც გამოგიყვანთ. უკვე ნახათ კარგი ექიმი და კი გაქვთ ცოტა სანერვიულო, მაგრამ ძალიან კარგი სიტუაცია არის აქ და აქ მაჩვენებენ, რომ ჯამრთელად, ბედნიერად, ყველანაირად კარგად, პლუს კიდე თუ რამე სირთულეები იყო, რაღაცა პერიოდი, თქვენ თუ დაუშვათ, ფინანსებს რო შევეხოთ, აქ არის მომენტი როგორი, რაც თქვენ გაწუხებდათ, რაც დარდი გქონდათ, თქვენ ეს დარდი ამ ყველაფერზე დატოვეთ, რაღაცა, რასაც თქვენ თქვათ, ისწავლეთ, შეიძლება ზოგმა ფულის მართვა ისწავლა სიტყვაზე, ხო? გაქვთ წინსვლა. კიდე შეიძლება ვთქვათ, აქ თუ ავადმყოფური იყო სიტუაცია თქვენთან დაუშვათ ურთიერთობაში, ეგაც აუცილებლად თქვენ ამ ყველაფერს ტოვებთ უკან და მიდიხართ წინ, თქვენ აკეთებთ სწორ არჩევანს. რაიგე თქვენი ინტუიცია კარნახობთ თქვენ, როგორ უფრო გამოუმჯობესდება სიტუაცია, თქვენთვის რა. სწორი არჩევანი გააკეთეთ თქვენ, კი. თასების დედოფალი. კიდე. აქ ნახეთ კიდე რა არის. აქ ვიღაცასთან ცხოვრებაში შემოვა ძალიან მაგარი მეგობარი, ან თქვენს ირგვლივ იტრიალებენ ძალიან კარგი ადამიანები, ერთგული ადამიანები. შეიძლება ვიღაცის ცხოვრებაში დაუშვათ ახლა მამაკაციც იყოს ისეთი, როგორც თქვათ, დაგიდგებათ გვერდში ძალიან მყარად რა. მოდით აბა ვნახოთ კიდე რას გულისხმობს აქ ლენორმანი, კი ბატონო, თქვენ ძალიან ბედნიერი, ბედნიერი იქნებით, როგორ გოგოება, კი, მართალია. შეიძლება ზოგს გელოდებათ მართლა გაცნობა, ახალი გაცნობა და ეს ადამიანი იქნება ძალიან კარგი და ძალიან ერთგული და იმახსოვროთ, შეიძლება თუ რამეში იყოს დაბადებული და ძაღლის წელიწადში. არ ვიცი, ვიღაცისთვის ესეც მნიშვნელოვანი ენერგია და შეიძლება даже თქვენზე პატარა იყოს. დაიჭირეთ ახლა ვისაც ეს არის რა, უბრალოდ მოდის რა ეს ინფორმაცია გეუბნებით რა, იმიტომ რომ აქ ძალიან ბედნიერად, კარგად იქნებით, ან თქვენი პარტნიორი გამოგიხატავს თავის ერთგულებას სიყვარულში, მიხვდით? ან სხვანაირად, რაღაც გახარებული იქნებით, მიხვდით? და კიდე მესამე არის მთვარე, ვიღაცას გაეხსნება მისი პირადი დანიშნულება, ვიღაცას გაეხსნება მისი კი და ძალიან ბედნიერი იქნებით, კი. რაც თქვენ გაწუხებდეთ, რაც თქვენ ნერვებს გიშლიდათ,
ანუ ეს აი რაზე გეტყვით, ნახეთ, აქ ადამიანი, ნახეთ, რა საინტერესოა. ეს უკვე მაგათთვის, ვინც მართლა აი აქ რო დავიწყე თავიდან, რომ ეძებდა თავის პირად დანიშნულებას, ხო? ანუ თავის გზას რა უნდა გავაკეთო, ხო? ისე რომ მე ვიყო კარგად, მე ვიყო კომფორტულად, მე ვიგრძნო თავი მშვიდად, იმიტომ რომ ეს რაც თქვენ გაწუხებდათ. გაიგეთ, გაწუხებდათ თქვენ, მაგრამ რაზეც თქვენ აი დაუშვათ ბევრს კი, ნუ პოულობთ, იმიტომ რომ ნახეთ, აქ როგორი მომენტია, როცა ესეთ ენერგიაში ზიხარ, ხო? შენ ახლა აი გრძნობ, რომ მე მაქვს ძალიან ბევრი ცოდნა, მე მაქვს ძალიან ბევრი გამოცდილება, ხო? და რა გავაკეთო, რა შემიძლია გავაკეთო მე ამ ცოდნით, რომ თუნდაც ფული მომიტანოს, ხო ხტებით რა? აი ეს არის რა მომენტი. და აი აქ ნამდვილად პოულობთ მაგას, თქვენ გაგეხსნებათ ეს მომენტი და აქ თქვენ მაგ საქმიანობით, აი უსმინეთ თქვენს ინტუიციას, ინტუიცია თქვენ გიკარნახებთ რაღაცა მნიშვნელოვანს. ეს თუ მედიტაციებს აკეთებთ, მედიტაციის დროს ძალიან ხშირად მოდის ინსაიტები და მოდის პასუხები. შეგიძლიათ დაუშვათ მედიტაციის დროს, ანუ ვინც ჩემთან ჩაღრმავებას გადის, იციან გოგოებმა, ანუ ესე აკეთებს. ანუ ისე იგი შენ რო შედიხარ, შენს ქვეცნობიერში შედიხარ და ანუ იქიდან მე იღებ ამ ინფორმაციებს, გაიგეთ რა ხდება? რომ ანუ მე ვეძებ, დიდი ხანია ვეძებ და აი მაინტერესებს, ნუ კიდე, მაგრამ რა არის ის, რაც მე მომიტანს უფრო მეტ შემოსავალს, იმიტომ რომ აქ ადამიანი თავის თავზე მუშაობს, არ არის აქ ადამიანი, რომელსაც აზრი არ არის, რა არის მედიტაცია, პირველად გავიგე, ეგ სიტყვა ვნახო ერთი აბა ლექსიკონში. არა. აქ იცის ადამიანმა, რაზეც მე ვლაპარაკობ და უბრალოდ კიდე გქონდა როგორი მომენტი, შეიძლება ნერვიულობა იმაზე, რომ მე ამდენს ვშრომობ, მაგრამ რატომ არ არის ის შემოსავალი, რაც მე მინდა. აი აქაც არის ზუსტად ეს მოგივათ ინფორმაცია, რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისათვის, რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში სიუხვე. მიმართულებას მოგცემენ თქვენ პირადი დანიშნულება გაიხსნით. მიმართულებას კი. მიმართულებას მოგცემენ. აქ შეიძლება შეიძლება თქვენ გაქვთ როგორი, შეიძლება აქ ვიღაცა არ მიდის თავის სწორ გზაზე სხვათა შორის, არ მიდის, ანუ ყველაფერს ვაკეთებ, ვეძებ, მაგრამ რასაც ვაკეთებდი არ იყო ეგ მომენტი, თქვათ, ეხლა თქვენთვის სწორი, მაგრამ კი, მოგივათ ინსაიტი აუცილებლად, გზა გაგეხსნება თქვენ. კიდე გოგოება, აქ ვიღაცა გაიგებს რაღაცა საიდუმლო ინფორმაციას თქვენს, მამაკაცზე, მოდით ასე ვთქვათ, მე პარტნიორს არ დავარქმევ, მამაკაცზე, ეს ხო შეიძლება იყოს საჯარო გაშლა, ხო? ეს თუ დაუშვათ თქვენ კითხვა დასვით, აი გავიგებ, მე რაღაცა მაინტერესებს, ვთქვათ, ეხლა აი ვგრძნობ რაღაცა, ვთქვათ, ან ტყუილს ან რამეს, კი გაიგებთ, იმიტომ რომ თქვენ ვარაუდობდით, მაგრამ აქ რაღაც თითქოს გაგეხსნებათ რა, ეს ინფორმაცია მოგივათ რა. მოგივათ. რაზეც კი. აქ სხვათა შორის ესე რა ქვია, სინამდვილეს გაიგებთ თქვენ ადამიანზე, შეიძლება სხვათა შორის, თქვენ მასთან ან შეიძლება ადამიანმა გითხრათ თქვენ, რომ მოდი ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ჩვენი გზა, მაგრამ სადღაც შეიძლება დაიკარგა, თქვენ ფიქრობდით რა ხდება, მაგრამ გაიგებთ რაღაცა ინფორმაციას მიიღებთ ამ ადამიანზე. კი ბატონო, გაიგებთ მაგ ადამიანზე ინფორმაციას სხვათა შორის და კიდე შემიძლია გითხრა, რომ შეიძლება ვიღაცასთან ადამიანმა, რომელმაც თქვენ დაუშვათ, ეხლა შეგპირდათ, ეს რას გითხარით, რომ ერთად გავაგრძელოთ გზა და დაკარგული იყო, დაბრუნდეს და მართლაც შემოგთავაზებს თქვენ, რომ მოდი ერთად ან ვიცხოვროთ, შეიძლება ვინმესთან ნახეთ კიდე ბიზნესზე შემოგთავაზოთ. ფიქრობს, რომ აი ბიზნესში შემოგთავაზებს. და კიდე არის როგორი მომენტი, ახლა ნახეთ როგორი ამ დღეს რა მომდის ამდენი ინფორმაცია. შეიძლება თქვენ არა, უფრო ეს ინფორმაცია არის, რაღაცა შეიცვლება, კი, რაღაცა შეიცვლება მაჩვენებენ. დიდი ხანი ადამიანი არ მოქმედებდა
და ეხლა იმოქმედებს და რაღაცას შემოგთავაზებს. კი, ან ერთად ვიცხოვროთ, ან კიდე შეიძლება კიდე ნახეთ როგორი მომენტი თუ არაფერს არ შემოგთავაზებს, ყოველ შემთხვევაში აი სულ მცირე გაიგებს თქვენ ნამდვილ ფასს. იტყვის რომ ღმერთო ეს ვინ ყოფილა რა. ეს ვინ არის საერთოდ? არც მიფიქრია და აი თუ ეგეთი ქალია, რაღაცას დაინახავს შეიძლება თქვა ან ინტერნეტში დაგინახავს, ან თქვა რაღაცა გაიგებს ვინმესგან და სხვათა შორის ძალიან აი დასანანია იქნება მაგისთვის ის მომენტი, რომ მან თავის დროზე არჩევანი თქვენსკენ არ გააკეთა და თქვენ არ გაახდეთ ის, ვინც უნდა ყოფილიყავით მისთვის და ეს სხვათა შორის მაგას აწუხებს ძალიან დიდი ხანი არ გამეკვირდება, რომ აქ რაღაც წლები შეიძლება ადამიანს ეგეთი რაღაცა ვიღაცა ძალიან ყოფილი ვიღაცა გაიგებს თქვენზე რაღაც ისეთ ინფორმაციას და ინანებს, რომ ანუ მე რატო თავის დროზე არ გავაკეთე ის, რომ თქვა დაუშვოთ არ გაჩერებულიყო ეს სიტუაცია და ეს ხალი ყოფილიყო ჩემი, თუ რა არის რაღაც მომენტი და აი ზუსტად ადამიანი აი თავის თავს რო გამოუტყდები, გაიგეთ, აი ეგეთი რაღაცა არის, რომ თავის თავს რო გამოუტყები, რომ აი ეს რა სისულელე ვქენი რა, რატო არ მას ვქენი მე და რატომ დავასრულე ეს ურთიერთობა და ეხლა აი ვერ ისვენებს, გაიგეთ, სულიერად ვერ ისვენებს, რომ ეს რა არის, ეს რატო გავაკეთე ეგ. აი არ ვიცი გოგოებო, რაღაც ესეთი მომენტები მოგვიყვეს პრინციპში, ეხლა აი რო გითხრათ და ბიჭებო. ნუ ალბათ აი ეს უნდა გაგიგოთ თქვენ ეხლა ამ პერიოდში და ახალი პარტნიორის შემოსვლაზე, რა ვიცი, აბა ახალი პარტნიორი შემოვინა საინტერესებდა და ნუ ჯერჯერობით რო გითხრათ ახალი პარტნიორი ჯერ არ არის არ ჩანს ახალი პარტნიორი არა. დღეს რაღაცა უფრო თქვენი სულიერი გზებით იქნებით დაკავებული, იცით? აი თითქოს არ გეცლებათ რა ამისთვის. არა. აქ გეუბნებით, აქ უფრო даже შეიძლება აქ ჯერჯერობით ნახეთ რა საინტერესო. ჯერჯერობით თქვენ აქ რაღაცა დასამთავრებელი გაქვთ. კიდე რაღაცა ანუ ისწავლოთ რაღაცა მნიშვნელოვანი, მარტო იჯდებით. იმიტომ რომ არის თქვენ სივრცეში იმპერატორი, მაგრამ ჯერ არ უშვებენ. მიხვდით? ჯერ არ უშვებენ ამას. ხო, არ უშვებენ ჯერ. ჯერ უნდა გადახვიდეთ თქვენ რაღაცა სხვა ეტაპზე. არა. всё. დავასრულეთ. აი, რაც გითხარით კიდე ერთხელ მოусმინეთ და აიღებთ თქვენთვის ინფორმაციას, რა გელოდება თქვენ პირად ცხოვრებაში.